მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო სტუდიიდან გასაყართან ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური საჭორედინები სტუდიაში მოწვეული ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია მოგესალმებით გიორგი მოგესალმებით დიდი მადლობა ობდანებისთვის და ამ კურსის წაძღოლისთვის გვაქვს ძალიან კარგი გამოხმაურებები ვისაც აინტერესებს ბიბლიური საკითხები მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს საუბრები. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ საუბრობთ ელისე წინასწარმეტყველზე და დღევანდელი თემის შესაბამისი საკითხავი მეოთხე მეფეთას მეოთხე თავში შეგიძლიათ წაიკითხოთ. ჩვენ კი ვაგრძელებთ საუბარს და დღეს ელისე წინასწარმეტყველის რამდენიმე სასწაულზე უნდა ვისაუბროთ. ხომ ასეა ქრონოლოგიურად ასე მიყვება ელისე წინასწარმეტყველის სასწაულები ჩვენ ვნახავთ რომ ძალიან გავს სახარებისეულ სასწაულებს რომელსაც მაცხოვარი ახდენს მაშასე რამდენიმე სასწაულია მოთხრობილი ამ თავში რაც ელისე წინასწარმეტყველმა მოიმოქმედა და საინტერესოა ამის განხილვა პარალელურ ჭრილში რასაც მე სახარებაში ვხვდებით ჩვენ კი. ალბათ მამა ანდრია ამ ნიშნითაც ელისე წინასწარმეტყველი და განსაკუთრებულ პერსონად არის წარმოდგენილი წმინდა წერილის ფურცლებზე. ხო, საკმაოდ დიდი მოღვაწეა. მე არ დავისარებ კვლავ იმის შეხსენებას, რომ როგორც ისუნავეზე საოცარ მოღვაწეობას აგრძელებს ლეგენდარული მოსეს შემდგომ საოცრად დიდი პიროვნების მოსეს შემდგომ მსგავს რამეს ხედავთ ჩვენ ელიასა და ელისეს შემთხვევაში რაღაცა ისეთი საოცრება როგორც ელია წინასწარმეტყველი იყო ტოვებს მემკვიდრეს სწორედ ისეთ საოცრებას როგორც გახლავთ ელისე რაღაცა თითქოს არაფრით არ ჩამოუვარდება მართლა და მისი ღვაწლი მართლა განუზომელი ახლა წმინდა წერილი ამ სერიის ელისე წინასწარმეტყველის სასწაულების სერიის თხრობისას თავში აყენებს ერთ ამბავს ვინმე წინასწარმეტყველის ქვრივისა რომელიც გარდაიცვალა და ეს ოჯახი ვალებში ჩავარდა და სხვათა შორის საეკლესიო ეგზეგეტიკაში აღნიშნულია რომ სრულიად სამართლიანად და რჯულის მოთხოვნების უბრალოდ სამართლიანად კი არ არის ნათქვამია რომ სამართლიანად იქცეოდა რჯულის მოთხოვნის შესაბამისად ანუ რჯული მოითხოვდა ამ შემთხვევაში თუ ვალს ვერ აბრუნებდნენ მოვალები მოდიოდნენ და უყიდნენ შვილები მსახურებად მიყავდათ მონებად მიყავდათ და ასე ვთქვათ ამით იღებდნენ სარგებელს რაც უნდა მიეყოთ და ეს ქალი მივიდა ელისესთან წინასწარმეტყველთან წინასწარმეტყველის ცოლი მივიდა ელისესთან ქვრივი მივიდა ელისესთან და შეშილა რომ ქმარი გარდაეცვალა რომელიც წინასწარმეტყველი იყო ანუ იყო დაკავშირებული აი ამ მოძრაობასთან აი ამ სივრცესთან რომელსაც ახლა ხელმძღვანელობს ელისე და ვალები შვილების გაყიდვის მაგრამ რა ქვია სიმძიმემდეა დასული ხა თითქოს და ეს რიგითი სასწაული იქნება ხარ ელისე აღასრულებს მაგრამ საეკლესიო გარდამოცემა რომელიც მე ვფიქრობ უკავშირდება ძველი აღთქმის ეკლესიის წიაღში არსებულ მახსოვრობას ეს საოცარ ამას გვეუბნება რომ ეს ქალი არის ცოლი აბდიასი რომელიც აქაბის დროს და ელიას დროს 50 წინასწარმეტყველს მალავდა და ყვებავდა და ამას ძალიან დიდი თანხები ჭირდებოდა ამას ძალიან დიდი მეცადინეობა ჭირდებოდა და როდესაც ეს კაცი გარდაიცვალა და საერთოდ ეს აქაბის ეპოქა და შემდგომ მისი პირველი ძის ეპოქა გადავიდა ჩვენ გვახსოვს იორამ რა გააკეთა ბაალი ოფიციალურ რელიგიად მოსპა, მაგრამ სინკრეტიზმი და ბაალის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ კულტად დატოვება, მან მაინც არ იმასაკნა, არ უარყო, ბაალი კვლავ დარჩენილია და ჩანს, მამაი ანდრია, ჩანს, რომ წინასწარმეტყველთა დევნა, როგორც ასეთი, მომსპარი არ არის, მაგრამ იმ სიმძიმით არ მიდის, ასიმძიმითაც ეს ელიას დროს იყო. სხვათა შორის ჩვენ შესაძაც ქრისტიანობის ისტორიაზე ვსაუბრობთ ქრისტიანთა დევნის ისტორიაზე
და აი ამ ნაწილს ვიღებთ, ამ ეპოქალურ ნაწილს ვიღებთ. ეკლესიის ისტორიის დიდი სპეციალისტები ხას უსვამენ იმას, რომ ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე თითქოს ეს დევნა ყოველთვის, ანუ შეუჩერებელი და სულ ერთი და იგივე დოზის ან ზარდი რისხანებით იყო. იყო ამ დევნის, ასე ვთქვათ, ანუ ხო, ანუ ეს ბრძანება და დევნის სივრცე სულ იყო. მაგრამ ასე ვთქვათ, ის აწიოკება და ის იმის გამოვლენა, როდესაც სახელმწიფოს დაჭირდებოდა მაშინ იყო, თორე ასე ვთქვათ, ეს ყოველდღიურად ახლა გასულიყავი და მოეკალი როგორც ქრისტიანი, ასე არ იყო, მაგრამ იყო სივრცე. ხო, მძაფრდებოდა, თუ აწყობდა ეს იმპერიას, იმ შემთხვევაში ხდებოდა მხოლოდ ასეთი სისხლისღვრები, რომელიც თავის დავაცხადია, ცოტა რაოდენობითაც არ არის დაფიქსირებული. აი რაღაცა მსგავსი სიტუაცია შექმნილი ახლა ისრაელის შემთხვევაშიც, რომ დამოკიდებულება წინასწარმეტყველთა სკოლისადმი იგივე ეს ისევ დისიდენტური მოძრაობა, ეს ისევ მძიმე მდგომარეობა, ეს ისევ ის მოძრაობა, რომელიც ოფიციალური ხელისუფლების თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობას უქმნის სამეფოს. ამათ დამოკიდებულება შეცვლილი არ არის. მაგრამ იმ სიმძაფრის დევნაც არ არის, როგორი სიმძაფრის დევნაც თქვა აქაბის დროს იყო. ახლა ეს კაცი გარდაიცვალა. და თუ ყურადღებას მივაქცევთ, რომ ეს იყო მართლა აბდია, რომელიც აი 50 წინასწარმეტყველს ინახავდა და ჩუმად ყვებავდა, ხო, მაშინ საკმაოდ ლოგიკური ხდება ჯაჭვით ხრობისა და რეალობა იმ სურათისა, რომ ეს კაცი დიდ ვალებში ჩავარდილი იყო, რადგან ზოგადად წინასწარმეტყველთა დასი და ეს გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ელისე წინასწარმეტყველი, სიმდიდრით არ გამოირჩევა. უპოვარები არიან, ძალიან ღარიბები არიან და ეს ოჯახი აშკარად ფლობდა რაღაცა სიმდიდრეს, რომელიც ხელიდან შემოეწარცვა. და ესეც გვაგულისხმებინებს აი ამ მახსოვრობის ეგზეგეტიკაში გამოყენასაც წმინდა ეფრემასური შესანიშნავად ახორციელებს. ელისე არ იუცხოვებს ამ პიროვნებისთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტა მოგვიანებით ხედავთ სიტუაციებს, სადაც ელისე დისტანციას იკავებს თანამოსაუბრისთან, სახურის პირითაც საერთოდ არ გადიზავს სახურის პირით ელაპარაკება. აი ამ ქალთან არ არის ასეთი, ასე ვთქვათ, დისტანცირება. ისე როგორი უცნაური არის ეს სახურის პირით საუბარი, ალბათ მე შევეხებით. კი, შევეხებით აუცილებლად. ხო, ახლა რა არის ისა, რა ქვია, წმინდა წერილი რაზე მიგვითითებს? წმინდა წერილი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ელისეებრმა რა გაქვს ოსახშიო და უკვე თითქმის აღარ გასაყიდეთ არაფერი დარჩა მხოლოდ. აქვს მხოლოდ ცარიელი ჭურჭლები. და ელისე ეუბნება, რომ წავიდეს და მეზობლებისაგან ინათხოვროს და ბევრი ცარიელი ჭურჭელი უაგროვოს, რადგან ზეთით აავსებს მას და ზეთი დაიწყებს მოუკლებელ დენას მის ოჯახში. ჩვენ გვახსენდება ელია წინასწარმეტყველის სასაული, რომელიც სამთელ ქრულთან ჩავა სიდონში, ეტყვის, რომ წყალი დაალევინოს და პური აჭამოს და იმას ერთი მოსაზელი გუნდა აქვს და შევჭამთ მე და ჩემი შვილა ხვალ მოკვდებით. შენ მემაჭამეო და ასე ამბობს, უფალი ღმერთი ისრაელის არა მოაგდეს საფქვილესა შესაფქვილი და საზეთისა შესაზეთი, ვიდრემდე ვაწვინო ქვეყანასა ზედა. და შესაბამისად ელისე ეუბნება ამ ქალს, რომ შენ ახლა იმას გააკეთე და ზეთი არ დაშტება მანამდე, სანამ შენ აი ამ სათხოვარს ღმერთი არ შეისმენს. ხა წმინდა წერილში რა არის საინტერესო მომენტი, ანდრია, იცით, მე შეგნებულად გავიხსენე ის საუთელიკო. როგორც ის შებრუნდება და გამოუცხობს ელიას და გამოუტანს, ასევე ეს ხალი წავა და დაიწყებს ამ ჭურჭლების შეგროვებას. დიახ, ძალიან გავს ხო. ანუ ჩვენ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ორ დეტალს. ერთი თვითონ სასწაულებრივ მოვლენას, რომელიც დაფიქსირდება ცოტა ხანში წმინდა წერილის უთხრობაში. მაგრამ სასწაულამდე ყურადღება უნდა მოვაქციოთ იმ სასწაულსაც ეს ქალი აჩვენებს. რომ ეს ქალი მიდის და ამ ჭურჭლებს იმარაგებს. და შეიძლება ცარიელი ჭურჭლები. რომ შეხედო სულად გაუგებარია. მაგრამ თუ ელისეს სიტყვას მოусვან აბსოლუტურად გასაგებია. აი ამ ცარიელი ჭურჭლების მოგროვებას უნდა ძალა მამანდრე, სულიერი ძალა. აი მე მიყვარს ამის მოსმენა, ახლა ყველასათვის ცნობილი უბრალოდ გავიმეორებ. ცნობილი ამბავი ყველა მიცეს, როგორ ლოცულობს, როგორ წუხს და როგორ შეწუხებულია სოფელი უწვიმარობის გამო და მღვდელი ეტყვის თანასოფლელებს, რომ ხვალ შეიკრიბონ
და სამედრებელი ლოცვა აღავლინონ უფლისადმი და წვიმა მოუვინოს მათ. მეორე დღეს მთელი სოფელი შეიკრიბება და მხოლოდ ერთი მივა ქოლგით. ეს ქოლგით მისვლა არის სწორედ ის ამათ წვიმა უნდა წამოიყვანოს. ხოც კი არ ენანება ამათ წვიმა და წყალი. მაგრამ ეს ქოლგით მისული ამ სოფელში ერთი აღმოჩნდა მარტო და დანარჩენები მივიდნენ წესის შესასრულებლად. და შესაბამისად აი ამ ქალის ცარიელი ჭურჭლები ეს არის ამ ქალისგან შეგროვებული ცარიელი ჭურჭლები ეს არის მზაობის გამოჩენა იმისა რომ მასზე ღვთისმსხალობა უნდა მოვიდეს. სახარები და სისწინარე ქალი რომელიც ეხება შესამოსელს და ძალიან მნიშვნელოვანი აკეთებს ამას. რატო ვამბობთ ამას მამანდრე რატო გვინდა ამას ხაზი გაუსვათ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ხო ბიბლიას ვეცნობით და ბიბლიას ვკითხულობთ არა იმიტომ რომ მოვისვინოთ რა წერია იქ ჩვენ გვაინტერესებს ეს დღეს ჩვენ ცხოვრებაში რას გვეუბნება რას გვასწავლის როგორ ისახება რაზე მიგვითითებს ისგან გვაფრთხილებს ისგან გვიცავს და აი როდესაც ჩვენ უფალს ვევედრებით ამდენჯერ ქრისტემ გვასწავლა რომ წმენით უნდა ითხოვოთ ანუ უბრალოდ კი არ უნდა ითხოვოთ წმენით უნდა ითხოვოთ და თქვენი ზეციერი მამა მოგცემთ ამას. იმიტომ კი არა რომ იმას ამ ენანება მოსაცემელად. ყველაფერი მის ხელშია. არა, როდესაც მე რწმენით ვთხოვ, ამ დროს წყალობა რომელიც მოდის ჩემში, ეს წყალობა მე ღვთისაგან კი არ მაშორებს რაღაცა მივიღე და აბა შენ კარგად იყავი და მე ჩემ გზაზე მივდივარ. პირიქით, ღმერთთან კიდევ უფრო მაახლოვებს. ამ დროს ამ წყალობას ის ნაყოფი აქვს, რატომაც იძლევა ღმერთი ამ წყალობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როდესაც მე ღმერთს ვთხოვ რაღაცას და რამდენჯერ ჩვენ გვითხოვია და რამდენჯერ ღმერთს თავისი წყალობით მოუხედავს და არც კი გვახსოვს. არც კი გვახსოვს კი. შემთხვევით მოხდავით. ხო, არც შეიძლება იმ მომენტში იმ წამში მოვიდა ეს წყალობა და ვერც კი შევამჩნიეთ. და ამ წყალობამ ჩვენში რა დატოვა? გარდა იმისა, რომ ღმერთს უყვარვარ და ამ წყალობის გარეშე მაინც არ დაგვტოვა. ხო, ამან ჩვენ ხო არ დაგვაახლოვა ღმერთთან, ამან ჩვენ ხო არ გაგვახსენა ღმერთი. აი როდესაც ჩვენ მაცხოვარი გვეუბნება რომ როდესაც ნალოცი გაქვს და მოლოდინი გაქვს მაშინ ცხადი ხდება შენთვის რომ პიროვნულ ურთიერთობაშია შენთან ღმერთი და როდესაც ისე გწყალობს ბუნების ძალას აბრალებს ხო ანდასაც არ გახსოვს საერთოდ ვერ სამჩნევ შემთხვევითობას აბრალებს ხო აი როდესაც წმენით ხო და წყალობა ღვთისა მოვლენილია და შენ ხედავ ამ წყალობას სწორედ ამ წმენით აღვლენილი ლოცვის შედეგად შენთვის ეს წყალობა არის რაღაცა ძალიან დიდი საშუალება იმისა, რომ კიდევ უფრო ახლოს მიხვიდე ღმერთთან. კიდევ უფრო ღრმა ურთიერთობაში შეხვიდე მასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხშირად აი ამ წყალობის ღმერთთან ურთიერთობის აი ამ იმას აქვია სივრცეს წყალობა კი არა, პირიქით წყალობის შეჩერებაა ჩანს. რაღაცა ტრაგედიაა ჩანს. რაღაც სიმძიმეა ჩანს. ეს ღმერთმა იცის. ამიტომ ჩვენ ხშირად უკითხავთ ხოლმე სად არის აქ ღვთისამართალი. ხო? რაღაცა ძალიან მძიმე მოვლენა მოხდარა. და ჩვენ ამ მძიმე მოვლენას ამ სამართლის კუთხით უნდა შევხედოთ სწორედ. მაცხოვარი ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ თქვენი სიმართლე უნდა აღემატებოდეს ფარისეველთა სიმართლეს, უხუცესთა სიმართლეს, წიგნობართა სიმართლეს. რატო ეს განა იმას ამბობს ჩვენი მაცხოვარი, რომ იმათი სიმართლე არ არის. აი გავიხსენოთ სახარებიდან ჩვენ ერთი მომენტი. როდესაც მიდის პიროვნებამ ჩვენ მაცხოვართან და ეუბნება, ჩემი ძმაო, მიწის თაყვანს არ მიყვებსო, მოძღვარო და უთხარიო, რომ სამართლიანად ჩივის. და მაცხოვარი გახსოვთ რას ამბობს? ვინ დამადგინაო თქვენ? აბა ვინ არის ჩვენი მაცხოვარი? ჩვენი მოძღვარია და ღმერთი ამაზე დიდი რა შეიძლება იყოს. მაგრამ ამ ყმაწვილს ამაზე უარს ეუბნება, რატო? შენ ის საჩივარი მოგაკ ჩემთან, რომელიც უნდა წახვიდე და საერო სასამართლოში გაარჩიო. მე არ ვარჩევ ამ სამართალს. ამისათვის დადგენილია სამართალი და იქ უნდა იჩივლო. ქრისტე არ ეწინააღმდეგება იმ საერო სასამართლოს და იმ კანონმდებლობას, რომელიც გამსდავებს არჩევდა არავითარ შემთხვევაში. მაგრამ იტყვის რომ არის ეს სამართალი, რომელიც ამ მიწიერ ურთიერთობებს აგვარებს. ჩემთან არ უნდა მოკონდეს აქ არსებობს ინსტიტუცია და ამ ინსტიტუციამ უნდა მიხედოს ამას. და არსებობს საღვთო სამართალი. აი თქვენ საღვთო სამართალი უნდა გეცმოდეთ. და სასופველში ამ სამართლით ვერ შეხვალ.
სასופველოში აი იმ სამართლით ჩაყვა. აი სამართალია სწორედ რომელიც მოევლინება, რომელიც წყალობის გარეშე არ არსებობს, ახლა ჩვენ ადამიანებს შორის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე როგორც ადამიანი, როგორც უძლურმა ადამიანი, მაგრამ ერთი და იგივე მოქმედებისას ვერ ვიქნები მართალიც და მოწყალეც. ხო, შეიძლება აი ვიღაცას სამართლიანად უჩივლო, არ შევიწყალო, არ დავინდო და უჩივლო და მე კანონი ამაში არ გამარტყუნებს. მე მართებულად მოვიქცევი. მაგრამ შემიძლია არ უჩივლო და შევიცოდო ის, მაგრამ ამ შემთხვევაში კანონის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პიროვნება დამნაშავეა და პიროვნება პასუხი უნდა აგოს, ამ მოთხოვნას მე ორივე ერთად ვერ ვიქნები. დიახ. მაგრამ ღმერთი, როდესაც თავის წყალობას იძლევა, ამ წყალობა იზომება სწორედ საღვთო სამართალით და საღვთო სამართალი იძლევა სწორედ მისი სიყვარული და მისი წყალობით. ეს ერთმანეთთან დამოუკიდებლად არ არსებობს. და აი ამიტომ სწორედ აქედან გამომდინარე სწორედ ხო? აი ამ ქალის ცარიელი ჭურჭლების მოგროვება ეს არის სწორედ შესავალი იმისა, რაც წმინდა წერილმა უნდა თქვას, თავის შვილებს ეუბნება მომაწედო ჭურჭელი ზეცას ხავს და აწვდიან შვილები ჭურჭელს და ეს ერთნაბიჯიდან მონობასთან ესე ამათ ხვალ წაიყვანენ და შეეცვლებათ ამას ხვალინდელი დღე. და როგორი იმედით აწვდიან შვილები დედას ცარიელ ჭურჭელს და როგორი რწმენით ავსებს დედა ამ ჭურჭელს და ეს იმედი და ეს წმენა როგორ იხსნის ოჯახს დაღუპვისაგან. ანუ რასაც ჩვენ ახლა ეგზეგეტიკასაც უნდა მივაქციოთ, თავისთავად ცხადია ყურადღება, მაგრამ მე მინდა წმინდა წერილის აი ეს ცნობა კარგად გაიაზროს ჩვენმა მსმენელმა, რომ ზეთმა დაიწყო დინება და ამ ზეთით ამ ცარიელ ჭურჭელებს ავსებენ და რამდენი ჭურჭელიც აივსება, იმდენი სიხარული, იმდენი იმედი, იმდენი ხვალინდელი დღის კეთილი მომავალი ჩდება ამ ოჯახში. და ბოლოს ესე იგი ამ ქალმა რამდენი ჭურჭელიც მოაგროვა, ხო? სიმბოლურად ვთქვათ, რა რწმენაც იყო, ხო? თავისთავად ხადი ამით ვერ გავზობავთ, უბრალოდ ალეგორიულად რო შევეხოთ, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ზეთი ზოგადად ამისი ნიშანი არის. ხო, ამას უნდა დაუბრუნდეს მამა ანდრია, სწორედ რომ მადლის. ყველა ჭურჭელი და დედა რო ეტყვი შვილებს რომ მომაწოდეთ გაეტყვიან რომ აღარ არის სარიელი ჭურჭელი. აი სავსები აღარაფერი დარჩა. და შეწყდა ზეთი. ეს წყალობა ზომით მისცა, როგორც იმ დედაკაც იმ ქურევს, ასევე ამ ქურევს. და ეს ქალი მერე მიდის და ელისეს უყვება ამბავს. ეს ქალი გახარებული კი არ იმას შვება, რა ქვია, აბა ახლა მოდით მოველეებო და მე თქვენ გაგისწრო, არა, ჯერ ელისესთან ბრუნდება, ხელს არ კიდებს ამას. და ელისეს ეუბნება, აი ესეთი რაღაცა მოხდა, და ელისე ეუბნება, ახლა გაყიდეო ესეთი. გაისტუმრე ვალები, დანარჩენი შენ და შენ მოშულება მოიხმარე და იცხოვრე ჩუდობით. აი ეს ერთი ჩანართი მამა ანდრია, რომ ეს ქალი ჯერ ბრუნდება ელისესთან. კი, ძალიან მნიშვნელოვანი ხო, ეს არ უნდა გამოვტოვოთ წმინდა წერილის კითხვისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელისესთან ბრუნდება და აბა ახლა ელისე რას ეტყვის მას, აბა მამა რას ეტყვის მას. და მამა ეუბნება, ახლა გაყიდე და დანარჩენი შენ მოიხმარა. სისრულეს აძლევს ამ ქალის. კი, ნამდვილად. და ის მინდოდა მე თქვა, ამას ვამბობდი, სწორედ ჩვენი საუბრის დასაწყისში, ამას უსვავდი ხას, რომ ეს ქალი რწმენით აგროვებს ამ ჭურჭელს. ახლა წარმოიდგინეთ, ახლა რამხელა სიხარული აქვს ამ ქალს, შვილები მონება და აღარ ეყოლება, ხო ამ სიხარულისაგან რა გააკეთოს არ იცის, ხო წესით, არა, სწორედაც რომ იცის რა გააკეთოს. სწორედაც რომ ამ წყალობამ მან ყველაფერი ყველაზე მნიშვნელოვანი დაანახა, წყარო დაანახა ამ წყალობისა. და ჩანს ეს ოჯახი, ჩვენ თუ ამას ბოლომდე მივენდობი და არაფერი აქვს მიუღებელი, ეს მართლა აბდიას ოჯახია. ეს ოჯახი ასე ცხოვრობს, ასეთი რწმენი ცხოვრობს, ასეთი რისკზე მიდის. და მამები პირდაპირ, როდესაც აი ამ ჯაჭვს კრავენ, რომ ეს აბდიას ოჯახია. ამას აუცილებლად ამბობენ, როგორ არ დატოვებს ღმერთი თავის სახურს. როგორ არ დატოვებს, არ მიატოვებს ღმერთი თავის სახურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მანდრია, ვინაიდან როდესაც საუბრობთ რაღაცა განსაცდელზე, რაღაც გაჭირვებაზე, ეს იმაზე კი არ არის, იმის ვანიშნებელი კი არ არის, რომ ღმერთმა დამტოვა მე. პირიქით, აქ უფრო ახლო მოდის ღმერთი. შენ უნდა ელოდე, რომ რაღაცა დიდი სიხარულისთვის გამზადებს ღმერთი აი ამ ტყივილის შემდგომ. ეს ტყივილი არის იმ სიხარულის ნაყოფიერი მიღების წინაპირობა. რაღაცა მეტი გაგწი. და ეს ძალიან მნიშვნელოვნად ჩანს და ძალიან კარგად ჩანს წმინდა წერილში. ახლა რაც მინდა მე ხაზი გავუსვა. ამ ეგზეგეტიკაში
ჩვენ ბევრ სიმბოლოს ხედავთ ამ ანდრია და მინდა აი კარგად დავინახოთ აი საეკლესიო ხედვა როგორია ამ ყველაფერზე გარდა იმისა უკვე რაც თქვი თავის თავისხედა რაც თქვი ისიც ამ ხედვიდან წარმოვადგინეთ. უწნელის ყოვლისა ეს ქალი დანახულია რამდენიმე ხედვა არა და უწნელის ყოვლისა ეს ქალი დანახულია როგორც ეკლესიის სიმბოლო. ეკლესიის სიმბოლო რომლის სიძე ამაღლდა, ანუ მას ქმარი არ აყავს, ანუ როგორც ქვრივი კი არა, როგორც ეკლესიის სიმბოლო. და ეს სიძე რო ამაღლდა, თავის ეკლესია კი არ დატოვა. სულმის გარეშე არა, თავის ეკლესიას მოუვლინა მადლი მფარველობა. მოუვლინა მადლი, რომელიც სიმბოლო ზეთია. მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ღრმად შედის საეკლესიო ეგზეგეტიკა და ამბობს, რომ აი ეს ჭურჭლები, ცარიელი ჭურჭლები დაცარიელებული წარმართები არიან, რომლებიც დედა ეკლესია შემოყავს თავის იმაში, ეს ქალი ცხოვრობს, ხო მეზობლებისაგან, ეს მეზობლები არის წარმართული სიმბოლო, რომელიც ცარიელი ჭურჭლის მეტი ვერაფერს ვერ იძლევია. და აი ამ წიაღში შემოაქვს ეს ჭურჭლები და სწორედ ამ წიაღში ხდება აღსება აი ამ ზეთით, ამ მადლით. ეს კიდევ უფრო ღრმად შედის საეკლესიო ეგზეგეტიკა და გვეუბნება რომ ეს ცარიელი ჭურჭელი ხა ნახეთ რა მომენტს აქცევს მამანდრია ყურადღებას რომ ეს ცარიელი ჭურჭელი არის გარეთ და შემოტანილი თორე შიგნით ამ ქალს ცოტაოდენი ზეთი დარჩენილი აქვს. ეს ცოტაოდენი ზეთი რა არის? ეს ცოტაოდენი ზეთი არის ის ღვაწლი რომელსაც გაიღებ უფლის წინაშე და ღმერთი ამას შემდგომ ამრავალ წილებს და მრავალ წყალობად მოგივლენს. პლუს ამას ყურადღებას ვაქცევთ ასევე იმას, რომ აი ეს სიცარიელე ამ ჭურჭლებისა და შემდგომ ზეთი თავსება ამ ჭურჭლებისა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ღვთისმსახურება, ღვთისმინდობა არ დარჩება არასდროს წყალობისა და მოხების გარეშე. არასდროს ღმერთი მათ არ დატოვებს ამის გარეშე. რატო ამასახლა მამანდრია? იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქრისტიანი ეგზეგეტი წმინდა მამებისათვის. აი ამ მომენტში ჩვენება იმისა, ახლა მე ვსაუბრობ რომ მე-4 საუკუნეზე, მე-6 საუკუნეზე, ანუ აი ამ ეპოქაშიც, ოდესაც საეკლესიო სივრცეში საოცარი წმინდანები დააბიჯებენ, ისინი ხედავენ და არის მთავარი პრობლემა საზოგადოებაში. რომ ეს არის რწმენა იმისა, რომელიც მერე შენ გაძლევს მადლს, მერე შენ გაძლევს სიხარულს, გაძლევს გამარჯვებას, გაძლევს გამოხსნას. ამ შემთხვევაში შვილები, რომლებიც მევალეებისაგან არიან ხსნილი, სახესიმბოლოა იმ კაცობრიობისა, რომელიც გამოიხსნა ღმერთმა ვალ დადებული, დაცემული ძალისაგან, გაანთავისუფლა იმის ვალებისაგან. და გაანთავისუფლა რითი? გაანთავისუფლა ამ ტკივილით. ამ დედამ ნაკლები ტკივილი კი არ გადაიტანა. ამ შვილებმა ნაკლები ტკივილი კი არ გადაიტანეს. ისინი თვალებში უყურებენ, როგორ დასრულდა მათი გუშინდელი დღე. როგორ დასრულდა ის ახლა ხო აი ზეთი ქონდათ ხო შეძლებული ოჯახი ხო ეს ყველაფერი გაქრა, აღარსად აღარ არის. და როგორ აივსო უცებ ეს ოჯახი. ანუ ამით ჩვენ წმინდა მამები გვეუბნებიან საოცარ ამას რომ ტანჯვა იქნება თუ ის იქნება რა ქვია რაღაცა ნუგეში იქნება ამან ყველაფერმა ერთადერთ რამეზე უნდა მიგვითითოს რომ წყარო წყალობის არის ღმერთი ხოლო ტანჯვა არის ის დაშვება აი ჩვენ წინა შეხვედრაზე მაქსიმე აღსარებელს დაუკავშირდით ხო რომელიც საუბრობს საფრთხო ნებაზე საფრთხო განგებულებაზე საფრთხო დაშვებაზე ხო ეს არის ის რასაც ღმერთი თავისი განგებით უშვებს შენზე რომ მისი კეთილი ნების ზიარი გახდე. მისი კეთილი ნების, ანუ კი არ ძალადობ შენზე, აი ამასაც მივაქციოთ მამა ანდრია ყურადღება რომ ჩვენ როდესაც ღმერთზე ვლაპარაკობთ, ღმერთი არის ყოვლადძლიერი, ვამბობთ, მაგრამ მისი ყოვლადძლიერება მოძალადეობაში კი არ გამოიხატება, სხვისი ძალის უზურპირებაში კი არ გამოიხატება, გამოიხატება ამ ძლიერების შეთავაზებაში. რასაც მე ქრისტიანობა სინერგიული აზროვნებისა და სინერგიული ცხოვრების იმათ დასახავს. ამიტომაც აი სწორედ ეს მამები აი ამ ცარიელ ჭურჭლებში, აი ამ დედაკაცის სახლში, აი ამ იმეებში, რა ქვია, შვილებში, რომლებიც დედასთან ერთად აქტიურად მოქმედებენ და ასე შემდეგ,
თლიანად ხედავენ და ეკლესიას აძლევენ სწავლებას იმასთან დაკავშირებით, რომ რწმენა თუ არ გექნა ღმერთისა, მინდობა თუ არ გექნა მისი. აი რატო ამბობ ამას, იმიტომ რომ ასკეტურ ლიტერატურაში ხშირად არის მამანდრია გამახვილებული ყურადღება რაზე, იმაზე რომ ხშირად ბოროტი ადამიანს აშინებს რაღაცა განსასწრებით, რაღაცა ტანჯვებით, რომ კეთილი საქმე არ აკეთოს. აშინებს ამათ და უიმედოდ იყოს და დაიწყოს წყალში. ხო, რაღაც ამდაგვარი და ანდა გააგრძელოს ის ცხოვრება, რაც ცხოვრობითაც ცხოვრობდა, სადაც უდარდელი იყო და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ხო? გიორგი, შენ ესე იგი დიდი მადლობა ესეთი ვრცელი განმარტებებისთვის და შენ ესე იგი ფაქტიურად ჩვენი გადაცემის დიდი ნაწილი ამ ერთ სასწაულის განმარტებას მოანდომებ, ჩვენ კიდევ გვაქვს მოსაყოლი რამდენიმე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ერთი ვრცელი მოსათხრობი, რომელიც არის შუნამელი ქალის შესახებ ეს შემდეგი გადაცემისათვის. კიდევ უფრო ეს არის სიღრმისეულობა. შენ ესე იგი აღავსე აქაურობა ეგზეგეტიკური განმარტებებით იმდენად, რომ ესე იგი ჭურჭელი შეიძლება აღარ დაგვრჩეს. ხო და ამიტომ აიუსრე ჭურჭელი. ხო, ამიტომ ეს ორი ნაკლებად ესე იგი ვრცელი სასწაულის შესახებ რო ვისაუბროთ, ამ ორი სასწაულის შესახებ და რომელიც შემდგომ ხდება. ხო, რომელიც შემდგომ ხდება და შუნამელი ქალის შესახებ ეს საკმაოდ ვრცელი მოსათხრობი იქნება და ეს შემდეგ გადაცემისთვის შემოვინახოთ. კი. აქ თუ არ დაგისრულებია კიდე შეგიძლია არა, აქ დავასრულოთ, ვინაიდან თუ წმინდა წერილიც აღარ აგრძელებს საუბარს, წმინდა წერილს თავად გადადის მე შემდეგ სასწაულს შუნამელ ქალზე, თუმცა ჩვენ გადავალთ ხო, ანუ თვითონ წმინდა წერილს მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა არა ელისეს ერთ-ერთი სასწაული, არამედ ეჩვენებინა იზაზე ჩვენ ვილაპარაკეთ, რასაც წმინდა მამები ამაში ხედავდნენ, ხო? ეს იყო მნიშვნელოვანი, ეს უცა აჩვენა, ხო? ასრულებს ახლა იქ საუბარს, აღარ აგრძელებს საუბარს ამ დეტალს. ახლა შემდეგი, რასაც ყურადღებას ჩვენ ახლა ვამახვილებთ, გადაცემაში ეს გახლავთ ელისეს ერთ-ერთი სასწაული, რომელიც უკავშირდება ისევ შიმშილობა, ისევ გაჭირვება. ხო, ოღონდაც ეს შიმშილობა და ეს გაჭირვება ამ ეტაპზე მერე კი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ეხება იმას წინასწარმეტყველთა სკოლას. ეს ამ დაქვემდებარება. წინასწარმეტყველები არიან მასთან კი, მასთან არიან შეკრებილები. რის წინამძღვრადაც დატოვა ის ელიამ, მისი მემკვიდრეა, ხო? ხო და აი აქ ამ სკოლასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ისინი საკმაოდ დიდ უპოვარებაში არიან. ამაზეც ახლა არ მინდა შორს გავაგრძელო და ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ აი რომელიმე მამა თუ შეეხო აი ამ დეტალს, ამ მომენტს, ხო? აბსოლუტურად ყველა საუბრობს უპოვარების მნიშვნელობაზე და ამ სათნოებაზე ბევრ ცხოვრებაში. აი ყველა ხას უსვამს ამას, თითქოს ახლა ის ეგზეგეტები, რომელსაც ჩვენ ვეხებით, ისინი უდიდესი ასკეტი მამები იყვნენ და უდიდესი საბერო ღვაწლით. აი იმას აქვია წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს საოცარ სიტყვებს. როდესაც აი ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, ხო, სამი მეფე რომ მიდის იმასთან, ელისესთან და რო ეკითხება, ხო? წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს საოცარ სიტყვებს. ასე უნდა მიურბოდეთ ჩვენ წმინდა ბერებთან, როდესაც ხედავთ, რომ გამოსავალი ჩვენს ადამიანურ ძალებში აღარ არის და დაგვანახავთ, რომ გამოსავალი აი წმინდა ბერებს ამ სიტყვას ახსენებს, რომ უნდა მიურბოდეთო მათთანაც, ხო? არ ამბობს იმას მიურბოდეთ რაღაც ეკონომისტებთან, სტრატეგებთან, არა, როგორც ღმერთმა სამი მეფე მიიყვანა უღარიბეს ელისესთან და ყველაზე მდიდრად გამოაჩინა და მეფეებს იქით კარნახობს რა ეს უღარიბესი ელისე, ხო? აი აქ ეს ტონალობით გრძელდება ეგზეგეტიკა წმინდა წერილის ამ ადგილას და წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ელისე იტყვის, რომ ესე იგი მოამზადონ საჭმელი და საოცარია მამანდრე ეს კარგად დავინახოთ. ელისე უნდა მოამზადეთ საჭმელი და ამათან ის უნდა მოამზადოს საჭმელი. არა აქვს არაფერი საჭმელი მოსამზადებელი. და ერთი წავა, რამდენიმე უბრალოდ ადამიანი წავა და მორჩილებით დაიწყებს ველური ვაზის რაღაც ისის აკაფას და მოიტანს და ნუ რაც აქვს, რაც ნახეს და ასე იმას ჩაღრიან ამ წყალში. ასეთი რამე ამას გუშინ და გუშინ წინ არ გაუკეთებიათ. და დღესაც უაკეთებენ, ელისე უთხრა და ემთო. ხო და რა უთხრა, ეს არ იჭმევა ყველა მიწის. ამას არ ეკარება, მაგრამ ნახეთ. ჩვენ მე კიდე დაგვჭირდება ეს. მაცხოვარი, როდესაც თავის მოწაფეებს რაღაცას ავალებს, ისინი გაკურებული უყურებენ, უნდა გაკეთდეს. ხო.
და წესით არც უნდა გაკეთდეს. არანაირ ლოგიკას ეს არ ეკონმდებარება. მაგრამ იესო რო ეუბნება, მაშინ გაკეთდება. რა გაკეთება ისეთ მამანდრია? პეტრე წავა და თევზის მუცელში მონეტასაც კი ამოიღებს. აი ესეც კი მოხდება. აი დედაკაცს საუბრობთ, უქმეზე საუბრობთ. ელისი ამ სივრცეში, აი ესეთი მორჩილები ყავს მას. ახლა ამათმა უნდა გააკეთონ ისაც ელისემ უთხრა. ლოგიკას არ ექვემდებარება. ლოგიკას თუ ეს ლოგიკას ექვემდებარება, ელისეს მოსვლამდე იზამდნენ ამას, მაგრამ არა. სრულად ალოგიკურ რაღაცას აკეთებენ და ყველაზე საინტერესოა მამანდრია, რაც არ გაუკეთებიათ, კიდევ იმას აიღებენ და ამის გასინჯვას იწყებენ. და ელისი ამას აცდის. ამ საშუალებას აძლევს და რო გასინჯავენ, საშინელებაა, სიკვდილია მაქვაბში. სიკვდილია მაქვაბში არ შეჭამოთ. ეს უნდა თქვა, რომ სიკვდილია მაქვაბში. მაგრამ ამ სიკვდილს ადამიანი ვერაფერს ვერ გაუკეთებს. ეს სიკვდილი შეჭამს ადამიანს, მშივრად დააქტებს. მაგრამ ელისი ეთქვის, რომ ფქვილი ჩაყარეთო ამ ქვაბში. და თეოდორ პირდაპირ ამბობს, არ არა ფქვილის თვისების გამო, არამედ საღვთო სასწაულმა ეს რა ქვია, შეჭამანდი დაატკბოდა, დაუზიანებელი გახადა წინასწარმეტყველთა ძეებისათვის. სხვაგვარად რო ვთქვათ, ელისემ თავის მოწაფეებს აჩვენა ეს, რომ ის რაც თქვენ კლავთ, ის რაც თქვენთვის სიკვდილია, ის რაც თქვენ მშიეს და სასიკვდილოდ გტოვებთ, იქიდან გამოსავალი ამ შემთხვევაში მხოლოდ არის ღმერთი. ეს ფქვილის ჩაყრა ამას გულისხმობს, იმ ფქვილმა შეიძლება რაღაც მასა შექმნა იქ, საჭმელი მასა შექმნა იქ, მაგრამ არსი ამისა გახლავთ, რომ ღმერთმა მოხედა თავის წინ რომელ წინასწარმეტყველებს. ამ წინასწარმეტყველების შემთხვევაში რომელ მორჩილებს, ხო, რომლებიც წმენით ემორჩილებიან ელისეს. ესეც მორიგი მაგალითია. მამანდრია, რომელიც საკმაოდ ჩვენ რა გვახსენდება, იმ მაცხოვრის გვახსენდება, რომ აი როგორც აღნიშნეთ, აი მაცხოვარი გახსოვთ, იქ ადაგებს ცოცხალი პურის შესახებ, რომელიც ეციდან მოვიდა, მამათა თქვენთან მანანა ჭამეს უდაბნოს აშენა და მოსოს ხოლმე მან ჭამოს. ხო და ის ისეთი მდგომარეობაა, მაშინ რომ იესოს ელოდება დიდი და პატარა, თქვენს კიდევასო მესია არის, უნდა გაამეფონ იესო. და ხამხელა მასაა შეკრებილი და მოციქულები გახარებული არიან, ხამხელა მასა მათი მოძღვრის გვერდით ჯერ არ უნახიათ. და ისეთ ქადაგებას იწყებს ჩვენი მაცხოვარი, ესენი მიდიან, მოდიან, რა ხორცი, რა ზეციურის. ესენი ელოდებიან მოწოდებას, აბა იერუსალიმისაკენ მარშ და არა, მაცხოვარი აბსოლუტურად სხვა რამეს ეუბნება. და საოცარი მომენტი აქვს წმინდა წერილში. ეს დაიფანტება ეს ხალხი, ეს მოციქულები არიან გაოგნებულები და მაცხოვარი თქვენ სხვა არ გინდ წავყვეთ. საოცარი მომენტი. ესეთი სად უნდა წავიდეთო პეტრურამოს, სიცოცხლის სიტყვები შენთან არის, რას ესწავლა სიცოცხლის სიტყვა, რატო უნდა დარჩი? ერთადერთი ნამდვილია, რატო უნდა დარჩი? იესოს მორჩილი უნდა იყო. გახსოვთ, ქამის სემი და იაფეტი ნოეს ეხმარება კიდობნის შეშენებაში და როგორც ნოემ და ისე იმის დროინდელმა კაცობრიობამ და არც ამ ბიჭებმა არ იციან ზემოდან წყალი არ ჩამოვარდინა, რატო ეხმარებიან? ემორჩილები, წმენით ემორჩილები. ძალიან დიდი სათნოება ეს, როგორც მამები უწოდებენ, უშრომელი ცხონების გზა არის. აი მორჩილება არის უშრომელი ცხონების გზა. ეს საოცარი მომენტია წმინდა წერილში და მამები ამას ეკნობიან სწორედ. კიდევ ერთი სასწაული, რომელიც ამ რიგშივია მოთხრობილი წმინდა წერილის ფურცლებზე და რაც საოცარი სიცხადით პირდაპირ ძველი აღთქვი და გაგვახედებს ახალი აღთქმის სივრცეში. პირდაპირ პასუხი. ხო, ეს არის პურს მოუტანენ ელისეს, პირველ მოწეულ პურს მოუტანენ ელისეს. და ელისე ამბობს, რომ აჭამეთ ხალხს. აჭამეს ხალხს და რა ხალხს? არ არის ასკაც როგორ ვაჭამოთ? ასკაც როგორ უნდა ვაჭამოთ? არ არის იმდენი პური აქ. და ელისე ეუბნება აჭამე და მოგჩება კიდევაც. მართლაც ასე მოხდა და უცებ გაგვახსენდება სახარება. ხო, ხუთი პური. ხო, იმიტომ რომ სახარება სინამდვილეში მამანდრია. იქ იმ ხალხს მოციქულებს და დარჩება კიდევაც და იქაც ზუსტად ესე არის. დარჩა აგრიფეს იქ მოციქულებს სახარებაში ასადაც წერია ეს. მაგალითად ასე წერია რომ შემჭამა რა ქვია, მერე მოციქულის ტაძარს დაასუფთავებს და მერე მოეხსენათო მოციქულებს რადგან წერილას რომ შურმა სახსაში ისამა შემჭამა მე, ხო? ეს ახსენდება ამ მომენტში არ არის ასად ახსენები რომ გაახსენდათ ელისეს აი ეს სასწაული. ნუ არ მიიჩნევს იმდენად ცხადია ეს.
რომ აი ამის ხაზგასმას არც ერთი מחარებელი საჭირო დამიეჩნევს. სხვაგვარად რომ აქ ერთი დეტალია კიდე მამანდრე, რომელსაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ განსაკუთრებით შემდეგი შეხვედრისთვის, ან კიდე იმის შემდეგი შეხვედრის ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი შეხვედრის დაგვჭირდება. რა არის ეს? აშკარად ხედავთ, რომ ეს არის ის შესაწირავი, რომლის შეწირვაც ყველა ისრაელიანს ევალება, როდესაც პირველ მოსავალს აიღებს. ანუ და ამას ასრულებენ. მოსეს რჯული გაუქმებული კი არ არის, ეს მინდა კარგად დავინახოთ. ეს კანონმდებლობა, ეს სოციალური ქსოვილი, ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ არსებობს უღმერთოდ. ამათ ისრაელი ქვიათ, მაგრამ ისრაელი ქვიათ უღმერთოდ. აი ყველაფერი შინაარსი აქვს დაცილი. ეს კაცი აშკარად ასრულებს იმ წესს, რომელიც წესი რჯულით არის მოთხოვნილი, რომელი რჯულით? იმის რჯულით, რომელიც მისაღ ღმერთმა, რომელმა ღმერთმა, რომელი ღმერთი ძიდებნება კაცო. აი ძალიან არალოგიკური სივრცეა. ისრაელი ან უნდა დაბრუნდეს იქ რაც ელიამ გაახსენა, ან უნდა გაქრეს. ამას მე ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს და ხშირად ვეუბნები რომ ჩვენ ან უნდა დავჩეთ იმაზე, რამაც შეინარჩუნა ჩვენი იდენტობა, ან უარი უნდა ვთქვათ ამაზე. შუა მდგომარეობა თან ეს კონდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და თან უზნეო იყო, ეს ორივე ერთად არ გამოვა. ან უზნეო გახდი, ან ქრისტიანად დარჩი. ორივე ერთად ვერ იქნება. დრო გაქვს ამისთვის მოცემული. გარი რაღაცა პერიოდი, როცა ღმერთი გითმეს და გეუბნება, რომ აი გააკეთე ახლა არჩევანი, მაგრამ ამ არჩევანის გაკეთების დრო მოვა, საბოლოოდ გადაწყვეტილების დრო მოვა. და ორივე ერთად ვერ იქნება, ვერანაირად ვერ იქნება. ან ერთზე უნდა თქვა თანხმობა, ან მეორეზე. ორივე ერთად ვერ იქნება. და აი აქ ეს ძალიან კარგად აჩანს, რომ ამ კაცის ეს სასწაული, რომელსაც ელისი აღასრულებს აი ამ ფონზე, ამ კულტურული და იდენტობრივი კრიზისის ფონზე. დიახ. რომელმაც უნდა ისრაელი გამოაფხიზლოს. დიდი მადლობა გიორგი, ჩვენი გადაცემაც ამოიწურა და კარგია რომ ეს მხოლოდ ერთი სასწაულის შესახებ დაგვრჩა ამ თავიდან მოსათხრობი მაყურებელს შევახსენებ რომ ეს უნდა წაიკითხოს მეოთხე მეფეთა მეოთხე თავში და თავში და ბოლოში ასე. ხო, და ერთ-ერთი სასწაულის შესახებ ისევ ამ თავიდან შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ. ამით დაგემშვიდობებით, გიორგი, დიდი მადლობა. მადლობა. კიდევ ერთხელ, მადლობა მაყურებელს მენისათვის და იმ გამოხმაურებებისათვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ვითვალისწინებთ, შეკითხვებს ვითვალისწინებთ და შემდგომში აუცილებლად თქვენი დასმულ შეკითხვებს ან სურვილებს მოჰყვება ჩვენგან შესაბამისი რეაქცია და ქმედება. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.